დიახ, თეატრალურ უნივერსიტეტთან უკვე იკრიბებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ იმ სტუდენტებს, რომელიც თავდაპირველად დააჯარიმეს, დაემუქრნენ დაკავებით, პოლიცია გამოიძახეს მათ წინააღმდეგ და ახლა უკვე დაემუქრნენ სტუდენტის სტატუსის შეჩერებით. მათ მხოლოდ 3 დღე აქვთ იმისთვის, რომ ეს გაასაჩივრონ. აქ უკვე შეკრებილები არიან, გავესაუბრებით თათია მექვაბიშვილს და ის გვეტყვის, რას ფიქრობს აი იმ დამოკიდებულებაზე, იმ ქმედებაზე, რომელიც გააჩნია უნივერსიტეტ სტუდენტების მიმართ. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? გუშინ ჩვეულებრივად გავიღვიძეთ 37 წელში, ჩემი აზრით, და ეხა ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ლექტორები უბრალოდ ჩვენთვის არის გაუგებარი. სად არიან ეხა ისინი, რატომ არაფერს არ ამბობენ? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა, რომელიც დამყარდა ამ ქვეყანაში, რასაც ვაპროტესტებდით ამდენი დღე. ჩვენ ამას ვხედავდით, რომ ეს იყო ყველაფრის შედეგი. ეს უმსგავსო კანონები, ეს რაღაც მათთვის ერთ ადამიანზე მორგებული სისტემა იყო ამისთვის გამიზნული, რომ აი ასეთ დღეში ჩაეყენებინათ მომავალი თაობა, რომელმაც წესით უნდა გადაიბაროს ქვეყანა, რომლის აზრი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამ სახელმწიფოს მეცხოვრებისთვის, მაგრამ მათ ყველანაირი აზრი დაკარგეს, მათ მხოლოდ მარტივ ვიწრო პარტიული ინტერესები აქვს, მესაკუთრეები არიან, თავისთვის უნდათ ეს სახელმწიფო და ეხლა მე მივმართავ ამ მომუშავე ყველა ლექტორს. სად არიან ისინი? ეხა რას ამბობენ, რას ეტყვიან იმ ბავშვებს, რომლებსაც ასე უცერემონიულად მიუვარდნენ, მაშინ როცა ისინი გამოხატავდნენ პროტესტს და იმის მაგივრად რომ მოესმინათ ამ ბავშვებისთვის, მოუწყვეს ისევ რუსული სპეცოპერაცია, რასაც ყველა ჯერზე ვხედავთ ამ ხელისუფლებისგან, ეს არის დაუშვებელი. ეხა ყველა უნდა გამოფხიზდეს. აი, სხვა რა ხაზი უნდა გადაკვეთოს ეხა ამ რუსულმა ხელისუფლებამ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ საშიშროება. მეგობრებო, ეს არის დასაწყისი, დასასრულის დასაწყისი. აღარ გვექნება ქვეყანა, აღარ გვეყოლებიან ჩვენი შვილები, აბა მაშინ რა აზრი აქვს ამ ჩვენ სიცოცხლეს, ამიტომ ყველა უნდა ვიდგეთ ახლა აქ და უნდა მივმართოთ ამ უზურპატორ ხელისუფლებას. ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ, რომ ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ თქვენი. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და აუცილებლად მოგიწევთ, რომ წაბრძანდეთ სახლებში ბატონებო. დიდი მადლობა. სწორედ საუბრობდა თათია მექვაბიშვილი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი გავს საბჭოთა რეპრესიებს. რუსუდან თევზაძეც იმყოფება ადგილზე, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ თუ გაგონებთ ის ყველაფერი, რაც ახლა თეატრალურ უნივერსიტეტში ხდება საბჭოთა რეპრესიებს, აი, რაღაცა პროტესტის ჩახშობის მცდელობას გავს თუ არა ეს ყველაფერი? ხო, ნუ ეხა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ეს არის საბჭოთა დროის რეინკარნაცია. საბჭოთა დრო, ამას მე ვერაფერს დავარქმევ და სამწუხაროა ის, რომ რეჟიმი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, კარგს, დასავლურს და მოხდა ისე, რომ აი უნივერსიტეტში, ამ შემთხვევაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რომელიც პირიქით თავისუფალი სიტყვის და აზრის კერა უნდა იყოს, ყველა უნივერსიტეტისგან განსხვავებით ყველაზე მეტად აქ უნდა იბადებოდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად თეატრია, კინოა, ხო, რომელიც გადმოსცემს ჩვენ სოციალურ პრობლემებს. და მოხდა ის, რაც მოხდა. ჯერ ადგა და ადმინისტრაციამ თუ რექტორმა манипуლირება გააკეთა და ესე თქვა გამოიძახეს პატრული, ფაქტიურად დააშანტაჟეს ეს ბავშვები, შემდეგ დაჯარიმდნენ და დღეს გამოვიდა ესე თქვა ოფიციალური ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. ჯერჯერობით მე მინდა გითხრათ, რომ მე ამ უნივერსიტეტის კანცლერი გახდით 7 წელი და ზედმიწევნით კარგად ვიცი ეს პროცედურული ნიუანსები. ესე არ ხდება, რომ ესე ვთქვათ, რევოლუციურად პირველი ნაბიჯი იყოს სტატუსის შეწყვეტა. იქ არის შეჩერება და მთელი რიგი პროცედურები ჭირდება ამას. და რა მინდა რომ თქვა, აი დავშევთქვით, რომ საბჭოთა რეალობაში გავიღვიძეთ. აი, წარმოუდგენელია ეს რაც ხდება და ეთიკის საბჭო, რომელმაც მისცა რეკომენდაცია ამ შედეგს, რომ სტატუსი შეეწყვეტათ, როგორც თქვა ყოველ შემთხვევაში ადმინისტრაციამ, ეს არ არის ეთიკის საბჭო და არ არის ეთიკური გადაწყვეტილება. ეს არის სრულიად უგუნური გადაწყვეტილება, რაც მათ და ეს არის დანაშაულებრივია ფაქტურად. არ შეიძლება სტუდენტს ესე ებრძოლო. ეს არის უზნეობა და არა ეთიკურობა. დიდი მადლობა. მადლობა რუსუდან თევზაძე საუბრობდა. თეატრალურ უნივერსიტეტთან უკვე იკრიბებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, აქტივისტები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს და აქ როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ასევე მსახიობები გააკეთებენ განცხადებას და ისინი მიმართავენ საზოგადოებას რამდენიმე წუთში. მადლობა უსმენდით ნინო ელიკაშვილს, რომელიც ახლა თეატრალურ უნივერსიტეტთან მუშაობს.